სააგენტომ საქართველოში წამლების შემომტანი კომპანიები ჯამში 560,000 ლარი დააჯარიმა. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ირკვევა, რომ 4 იმპორტიორი კომპანია ფარმაცევტულ ქსელებს მედიკამენტებს მაღალი ფასდამატით აწვდიდა. შედეგად მომხმარებლები წამლებს რეალურ ფასზე რამდენჯერმე ძვირად ყიდულობდნენ. დასკვნის თანახმად ხელოვნურად გაზრდილ ფასებში ჩადებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიცაა ძვირადღირებული საჩუქრები, მათ შორის ოქროს სამკაულები, მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები, პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა. ჩატარებული მოკვლევა 2023 წლამდე იმ პერიოდს ეხება, როდესაც მედიკამენტების ფასი რეფერენტული სისტემით, ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასით ჯერ არ რეგულირდებოდა. სააგენტოს დასკვნის შედეგებს ყველა მსხვილი დაჯარიმებული კომპანია არ ეთანხმება. მარიამ აფციაურიგი ამბობთ. ბისეპტოლი, ოფლაბ ოზი, ჰაიზინი, ეს და კიდევ 4 დასახელების სხვადასხვა დაავადების სამკურნალო მედიკამენტი წლების განმავლობაში 10ჯერ, 20ჯერ და ზოგ შემთხვევაში 30ჯერ გაზრდილ ფასად იყიდებოდა. ასეთია კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის ბოლო მოკვლევის შედეგები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა. მოკვლევას 4 კომპანიის დაჯარიმება მოჰყვა. საუბარია წამლების საბითუმო რეალიზაციაზე, ანუ კომპანიები მედიკამენტების იმპორტს ახორციელებდნენ და მათ ადგილზე უკვე საფთიაქო ქსელებზე იმპორტთან შედარებით ბევრად ძვირად ყიდნენ. მაგალითად, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მედიკამენტის თვითღირებულება 1 ლარამდე იყო, მომხმარებელს კი მასში 22 ლარის გადახდა უწევდა. დამრღვევ კომპანიებად დასახელებულია 4 სუბიექტი: Global CBC, Concept Pharma, Rich Group და GIA. დამრღვევა, რომელსაც მათ კონკურენციის სააგენტო ედავება, იმ პერიოდს მოიცავს, როცა დასახელებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. ანუ ფასებზე ზედაზღვარი არ იყო დაწესებული. დღეს ეს ზღვარი უკვე დაწესებულია და შესაბამისად ამ მედიკამენტების ღირებულებაც შემცირებულია, თუმცა იმის გამო, რომ როგორც კონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, კომპანიები 2020-2023 წლებში წამლებს ხელოვნურად გაზრდილ ფასად ყიდნენ. მათ 560,000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ჩვენ ნახეთ აღნიშნული კომპანიების საბითუმო მიწოდების ფასი, ასევე იმპორტის ფასი, ჩაუთვალეთ ყველა კვალიფიციური ხარჯი. საბოლოო ჯამში იყო რიგი მედიკამენტები, რომლებიც იმპორტიდან მომხმარებლებამდე 300 და 300%-მდე მოცულობაში იყო ფასდამატი წარმოქმნილი. აღნიშნული პროცესი ჩვენს მიერ შეფასებული იქნა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. რა შედეგების მომტანია მომხმარებლებისთვის კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, თუ კი ის გასულ წლებს ეხება და ეს მედიკამენტები ბაზარზე უკვე გაიაფებულია რეფერენტული ფასების დაწესების შედეგად. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი მოკვლევები მომხმარებელს ფასების შემდგომი ზრდისგან იცავს. რჩება რიგი მედიკამენტები, რომელიც შეიძლება რეფერენტული ფასწარბოქმნის მიღმა და ასეთ შემთხვევებში ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებიან დომინანტები კონკრეტული მედიკამენტის ბაზარზე და მათ ექნებათ ჭარბი ფასი, რაც გამოხატულია გონივრულ მარჟას პლუს დამატებითი ფასდამატები, кейსის არსებობის შემთხვევაში ისინი მიჩნეულები იქნებიან კანონ დარღვევაზე. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი ის ნაწილი, რომლის თანახმად გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასს წარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდაზე. მაგალითად, ძვირად ღირებული საჩუქრები, მათ შორის ოქროს სამკაულები, კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა, ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები, კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები, პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა. სააგენტოს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა, რა თქმა უნდა, სიგნალებს აიმისოთ, რომ კარგად გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაგრძელებელია, საიმისოთ, რომ რეალურად სამართლიანი ფასით სარგებლობის შესაძლებლობა კონდეს ქართულ პაციენტს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კონკურენციის სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა რიგ მედიკამენტებზე არარეალურად მაღალი ფასდამატების შესახებ. მედიკამენტები 2ჯერ, 3ჯერ უფრო ძვირად და ხანდახან რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ძვირად მიეწოდებოდა მოსახლეობას იმპორტის ფასიდან საბოლოო ფასამდე, ანუ აფთიაქის საცალო რეალიზაციის ფასი იყო ძალიან მაღალი. მოამბე 4-ვე დაჯარიმებულ კომპანიასთან დაკავშირებას შეეცადა მათი არგუმენტების მოსასმენად. მათგან მხოლოდ GIA-სგან მოახერხეთ წერილობითი პასუხის მიღება. კომპანიაში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და სააგენტოს დაუსაბუთებელ მიდგომაზე საუბრობენ.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიაში მედიკამენტის ხარჯის გამოანგარიშებისას მხედველობაში ჰქონდა მიღებული გარკვეული საოპერაციო ხარჯები, რაც გადაწყვეტილების საბოლოო ვერსიაში აღარ გაითვალისწინა. მაგალითად, სააგენტომ საბოლოო დასკვნაში მედიკამენტის ხარჯის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო კომპანიის ისეთი მნიშვნელოვანი საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა აფთიაქის იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადები, გაყიდვების დეპარტამენტის სახელფასო ხარჯი და სხვა. ასევე სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო GDP სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯები საწყობთან მიმართებაში. ფარმაცევტულ სექტორს ყველაზე მასშტაბური ჯარიმები კონკურენციის სააგენტომ 2023 წელს დაუწესა, როცა 4 მსხვილ კომპანიას 53 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. მიზეზი სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესება იყო. თუმცა კომპანიებს ჯარიმის გადახდა არ დაუწყიათ, რადგან სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. მოამბის მთავარი გამოშვება ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობები.